თურმე ემიგრანტებზე შეიძლება ფულის გაკეთება. მე აქამდე არ ვიცოდა. ყავს ერთი მომხმარებელი იტალიიდან და მომწერა ესეთი რაღაცა, რომ აკო მადლობა, ამანათი მივიღეო, ხარისხი ძალიან იდეალურია და ფასიც რა თქმა უნდა. მაგ შეკვეთილი რამოდენიმე ინტერნეტ მაღაზიებთანო და გავიგე ესეთი რამო. ჩვენთვის თუ 150 ლარია მიგრანტებისთვის საქართველოში ყიდის 100 ლარათო და ეს არის ძალიან დიდი მარაზმიო. ესეთი რამ გაგონილი არ მქონდა, პირველად გავიგე რა თქმა უნდა და ესეთ რაღაცას ვიტყვი. ემიგრანტი იმისთვის არის წასული იქ, იტალია იქნება, საფრანგეთი თუ ამერიკა არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ იმას რაღაცა უჭირს. ისეთ ყვილად არ არის წასული. ოჯახი ყავს სარჩენი, ქვეყანას ესხები კრედიტები აქვს ხალხს და იმის გულიზე არის წასული. შენ ემიგრანტს თუ მიყიდი 150 ლარად და საქართველოში ქართველი ხალხისთვის ყიდი მაგალითად ადგილზე 100 ლარად, ხო? მე არ ვიცი ამ საქციელს რა ქვია. ეს არასწორი საქციელი არის. მე მაგალითად ხა ყველაფენის მომხმარებელი მყავს, როგორც ესე ვთქვათ, მილიონერები, ასე ვყავს შუაფენა და ასე ვყავს ჩვეულებრივი ადამიანებს ხელფასი აქვს 1000-1500 ლარი. ესეთი მომხმარებლები ყავს, მაგრამ ჩემთვის თუ არის მაგალითად მაღაზიაში ფასი 100 ლარი, ხო, ყველასთვის არის 100 ლარი. არა, ჩემთვის მნიშვნელობა, ხო? ის ამერიკაშია, იტალიაშია, საფრანგეთშია, სოფლიდან არის, რაიონიდან არის, თბილისიდან არის, მილიონერია თუ ვინც არ გინდა ის იყოს, ყველასთვის ფასი არის ერთ და იგივე. ფას არასდროს არავისთვის არ ვაკლებ, თუ არის ფასდაკლება, ყველასთვის არის ფასდაკლება. თუ არ ვაკლებ ფას, ესე იგი არ ვაკლებ და ყველასთვის არის 100 ლარი. მაგრამ ემიგრანტებზე რომ ფულს აკეთებთ, როგორც მე გავიგე და ყოფილა თურმე შემთხვევები, მე აზრი არა ვარ და არც ვიცოდი, მალადეს მაშინ თქვენ ნამოს. თავარია ადამიანი უნდა იყოს, თორე რა მნიშვნელობა აქვს რა საქმეს აკეთებ. ხო და ეს ძალიან ცუდი ამბავი არის. ასე რომ, რა ვიცი, იქნება გაიგოთ და ჩემი ვიდეო მოვიდეს თქვენამდე რომ თუ მუშაობ და თუ ვაჭრობ და ხართ ვაჭრები, იმუშავეთ ისე რომ რა ვიცი, არ შეგწყვეთ უკან მოხედვის. გისურვებთ წამატებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.